მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას და როგორც უკვე ითქვა დღის პირველ ნახევარში ჩვენი სხდომის მეორე ნაწილი დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების და არამხოლოდ ქონებრივი უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე მსჯელობას. პირველ რიგში ჩვენ რასაკვირველია მოусმენთ ბატონ რექტორს, ბატონ დავით გურგერინძეს, რომელიც თუ მოგზანებულია, გთხოვ რომ შემოაცილოთ დარბაზში. და შემდეგ ბატონი კანცლერი კარლო კოპალიანი წარდგება ჩვენს წინაშე და შემდეგ მოусმენთ მაშინდელ იმ დროის თანამშრომელს, რომელიც ახალგაზრდობას და ახალგაზრდებს კურირებდა და ძალიან კარგად ახსოვს თითოეული ის ფაქტი, რომელიც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის დედის, ქალბატონი გიული ალესანიას მიერ ამ უნივერსიტეტისათვის მიყენებულ ზიანს. მოგესალმებით ბატონო დავით, დავბრძანდით თქვენთვის განკუთვნილ ადგილას. პირველ რიგში გულითადად გიხდით მადლობას, რომ დადებითად გამოეპასუხეთ ჩვენს მოწვევას და დავიწყოთ პროცედურის დაცვით. პირველ რიგში მე უნდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე პასუხებზე უარი და პასუხისთვის თავის არიდებაც. ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც თქვენს წინაშეა, რომ გაფრთხილება გაკეთებულია და შევუდგეთ ახსნა განმარტებას, თუ შეიძლება. მადლობა. სანამ თქვენ მოგცემდეთ სიტყვას, ბატონო დავით, პირველ რიგში მე ვინაიდან ასეთი დიდი ტრადიციების დიდ უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელმძღვანელობთ, მე მინდა თქვენ და თქვენს თითოეულ წევრს, აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს და თითოეულ სხვა თანამშრომელს, თქვენ სტუდენტებს დაუდასტურო დიდი პატივისცემა და მხარდაჭერაც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვეიმედება ეს უნივერსიტეტი ბევრი რამის გამო, მაგრამ მით უმეტეს იმის გამო, რომ ეს არის უნივერსიტეტი ტრადიციულად, რომელიც ყველა იმ დეფიციტურ და საჭირო პროფესიის ადამიანს უშვებს, რომლის გარეშეც ჩვენი ქვეყნის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია. მადლობა თქვენ ამისთვის, ვიცი რომ შრომობთ თითოეული თქვენგანი და თქვენი ხელმძღვანელობისთვის გიხდით ასევე მადლობას. ჩვენ ბატონო დავით ყველამ ვიცით ზოგმა დეტალურად, ზოგმა ზოგადი სახით ის დიდი დარღვევები, რის იმ მსხვერპლიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გახდა ტექნიკური უნივერსიტეტი. თქვენ თუ ეს მისაღებია 10-15 წუთის განმავლობაში თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად რომ გითხრათ, რა დოკუმენტებს ფლობთ, რა იცით იმ პერიოდის შესახებ, ფაქტებს გულისხმობ და შემდეგ თქვენი ნებართვით კითხვებსაც დაგისვამთ. გთხოვთ. უღრმესი მადლობა, ქალბატონთია, მართლაციონალურ პარლამენტის წევრებო, აპარატის წევრებო. ჩვენთვის დიდი პატივია, იდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, ქალბატონთია, საქართველოს საგანმანათლებლო ორგანოს. მინდოდა უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს დიდი, ასე ვთქვათ, დანაშაული, რომელიც მოხდა საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე და დაირღვა უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, მთელი ბაზა და 2006 წლიდან დაწყებული, რომელსაც მე მოგახსენებთ, დაიწყო ფაქტობრივად დამთავრდა 2008 წელს მისი ქონების უკანონო ჩამორთმევა, როგორც ჩვენ ამას ხედავთ. მოგეხსენებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ტექნიკური ინტელიგენციის სამჭედლო. უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ასევე განცნობილი იურისტები, ტექნოლოგები, ინჟინრები. მოგეხსენებათ, რომ ამ უნივერსიტეტის მიერ არის ბოლო 100 წელიწადში ეს ქვეყანა აშენებული და როგორც თქვენც ხედავთ და მთელი მსოფლიო მდგრად ადგას ჩვენი ეკონომიკა.
დაახლოებით 70 წელიწადი არავინ არ შემოდიოდა ჩვენ ქვეყანაში რკინის ფარდის დროს. არც ბოლო 30 წელიწადია მოუგლიათ თავი ჩვენთან ჩამოტანაში და ფულის შადებაში თუ შენებლობაში, ამასვე ჩვენი კურსდამთავრებულები აშენებენ და ჩვენი პროფესორების უდიდესი ღვაწლია. ასევე ერთი პერიოდი ეს უნივერსიტეტი საბჭოთა კავშირის დროს იყო ყველაზე დიდი ინსტიტუტი ერქვა მასში, მაგრამ ყველაზე დიდი საზოგადოება საუნივერსიტეტო დედამიწის 1/6-ზე, ასევე იყო უდიდესი მოთხოვნა ჩვენს კურსდამთავრებულებზე და ახლო აღმოსავლეთშიც, მაშინ როგორც შეიძლებოდა ჩვენს კურსდამთავრებულებს პროფესორ-მასწავლებლებს ძალიან ესეთი დიდი და ცნობილი ობიექტები აქვთ, როგორც დაპროექტებული, ისე აშენებული. მარტო ის რაც ღირს ენგურხესი, რომელიც თავიდან მოყავდა ჩვენი გაკეთებული და პირადად მე ბავშვობიდან იქ მონაწილეობდა, მეითონ ვარ ჰიდროინჟინერი და იქ გავიზარდე და ასევე ჩვენი ქვეყნის კოსმოსში, ასე ვთქვათ, საგზავნო რუკაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მისმა პროფესორებმა, სტუდენტურმა საკონსტრუქტორო ბიურომ, აკადემიკოსი და გენერალ-მაიორის ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით იქ გაგვიყვანა და ჩვენი ანტენა იქ იქნა გახსნილი. ეს უბრალოდ ორიოდე სიტყვით იმ ტრადიციებზე, რაც ჩვენ უნივერსიტეტში არსებობს. ჩვენ იქ არ დავბადებულად, თორე იქ გავიზარდეთ უყვალა. მე არ ვიყავი მაგ პერიოდში რექტორი, მაგრამ უნივერსიტეტში ყოველთვის მოვღვაწეობდი იმის მიუხედავად ვიყავი თორე საქართველოს სამეცნიერო საქმიანობაში, კვლევებში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც პედაგოგიურ საქმიანობაში. 2000 ჯერ მინდა გითხრათ, როგორ მოხდა ეს დღევანდელი ჩვენი საკითხის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენა. ჩვენ თვლით, რომ საქართველოს ხელისუფლება, მის საკანონმდებლო ორგანო, ეს ჩვენი უნივერსიტეტის სწავლულთა საზოგადოების და სტუდენტების დიდი უმრავლესობის აზრია, არის ძალიან დიდი უმრავლესობით ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ შემთხვევაში პირველ რიგში იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით ბატონებო და ხალხონთია თქვენ მოისმენთ, განიხილავთ, ჩაგვეკითხებით, ნახავთ დოკუმენტებს და ალბათ მიცემთ დავალებას, რომ შემდეგ იმუშაოს სამართალდამცავ ორგანოებმა და სასამართლო იმაზე, რომ დაუბრუნდეს უნივერსიტეტს მისი ქონება. ჩვენ ეს საკითხი მოგეხსენებათ ყველას კარგად, რომ უნივერსიტეტიდან დოკუმენტს ხელს არ წერს, თქონდა მისი რექტორი, მე თქვენი მონამორჩილი, ასევე კანცლერი. ასევე ხელისმოწერის უფლება აქვს აკადემიურ საბჭოს, რომელიც კოლეგიალური ორგანოა, წარმომადგენლობის საბჭოს. მაგრამ ჩვენ უნივერსიტეტში გვაქვს ჩვენი დამფუძნებლის, ჩვენი დიდი ერისკაცის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სააქტო დარბაზი, ვინც დამყოფი ხართ. ეს დარბაზი იტევს 1000-მდე ასე ვთქვათ ადამიანს, რომელსაც იმ დარბაზში სხვადასხვა ღონისძიებებზეა და ჩვენ შევყრიბეთ პროფესორთა საბჭო, მასზე ესწრებოდნენ სტუდენტები და იქ დადგა ის საკითხი, თუ როგორ უნდა შეგვესწავლოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ხელი მიგვიწვდებოდა და უნდა შემოგვეტანა საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პროფესორების უმრავლესობის აზრი და ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სტუდენტობის აზრი. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღესაც კი, როდესაც მე მოვდიოდი უნივერსიტეტიდან, სტუდენტებმა გამომაცილეს ეზოში. და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყდება დადებითად. ჩვენ რას ვთხოვნობ და რას ვიძახით? საერთოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ არის მარტივი საქმე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს. არა თუ რთულია ეს ამდენ ახალგაზრდათან ადამიანის ისტორიასთან შეხება. ჩვენ უნივერსიტეტს მე ვარ მე-15 რექტორი. პირველი რექტორი ჩვენი დახვრიტეს, დავით კანდელაკი. იყო ესეთი დრო, რომელიც ასევე იყო განათლების მინისტრი მაშინდელი და ძალიან ბევრ რექტორს, ღირსეულ ადამიანებს, ყველას ბევრი პრობლემა ჰქონდათ თავისი მოღვაწეობის დროს. ერთ-ერთი რექტორი, რომელთა 16 მოვლენებზე სტუდენტები რო გაიუღებენ მაშინ, გადადგა კიდეც ასეთი გიორგი ზარიძე.
მაშინ ვიცე-რექტორს გული გაუსკდა, მაშინ 54 წლის გააცვათა შორის სახოკიას. ასე რომ დისკუსიის ყარ დატრიალებულა, თორე ყველა როგორც ივან ჯავახიშვილის თავზე, ნიკო კეცხოველის, ექვთიმე თაყაიშვილის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველას თხოვნა, რომ მიუდგეთ ისე როგორც თქვენ ხელგეწიფებათ ყველას ეს. 2004 წელს როდესაც თავრობა შეიცვალა, უკვე ქვეყანაც 2000 წლის მერე უკვე დაღვინდა, დაწყნარდა. უნივერსიტეტში მიმდინარეობდა უკვე სარემონტო სამუშაოები. უნივერსიტეტში შეელო კრედიტების აღება. დაიწყო სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. უნივერსიტეტის პროფესორი გახდათ საქართველოს ისტორიის კათედრაზე ყველას კარგად ცნობილი ქალბატონი გიული ალასანია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი და ეს ფაქტი ყველა მიცის, ქალბატონმა გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, როდესაც პრეზიდენტი გახდათ უკვე მიხეილ სააკაშვილი, რომ უნივერსიტეტში შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პრობლემების შემსწავლის სამეცნიერო სასწავლო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. და ზუსტად აქედან იწყება ქვეყნისა და ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანას ებრძვიან, იწყებენ უნივერსიტეტებთან ბრძოლას, ინტელიგენციასთან, სარწმუნოებასთან. და ზუსტად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და რა თქმა უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაც ყველას კარგად გვახსოვს. ისიც გვახსოვს, რომ ბევრი ადამიანი და პროფესორი შემდგომში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიფარა. ჩვენ ძალიან ძლიერი სოციალ-ჰუმანიტარული ფაკულტეტების გვაქვს. ამ თხოვნის შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, რომელსაც გამოეყო უნივერსიტეტში 12 სალექციო ოთახი. ყველას ეგონა რომ ეს იყო საშუალო საქმე და ამას რა თქმა უნდა ხო პრეზიდენტის დედა როდესაც და მიხეილ სააკაშვილის დედა ჩაუდგებოდა სათავეში უნივერსიტეტის ეცქრება ძალიან დიდი გარღვევა საერთაშორისო სარბიელზე. თუმცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არასდროს აკდა საერთაშორისო სარბიელზე ავტორიტეტი მოგახსენეთ და ამ დღეს არ აკლია. ყველა სოფლიო სამეცნიერო კოლაბორაციის წევრი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღებულობენ მონაწილეობას, თქვენთვის და საზოგადოების კარგად არის ცნობილი, როგორც იაპონიაში, ასევე შვეიცარიაში, ცერნში, გერმანიაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირადად მეც მუშაობ როგორც მეცნიერი მკვლევარი შვეიცარიაში, ცერნში. და ჩემი სტუდენტებიც არის ჩვენი ბედნიერება, მაგრამ მაინც ჰქონდა მაშინ ახალი საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი სოციალ-ჰუმანიტარულ მიმართულებაში ჩვენ უნივერსიტეტში. ასე რექტორატმა ჩართვალა, რომ ქალბატონ გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივახცევთ. 12 სალექციო ოთახი იყო. ამის შემდეგ იწყება ახლა წნეხი უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს რამაზ ხუროძე მთელ რექტორატზე, უნივერსიტეტში შემოდის კონტროლის პალატა და ასევე უნივერსიტეტი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაციას ხელმძღვანელობს მაშინ განათლების სამინისტროდან ჩვენთვის კარგად ცნობილი ქალბატონი თიშიორა თაქთაქიშვილი. უნივერსიტეტს უჩერდება ავტორიზაცია, რამე თუ ბატონი ხუროძე არჩეული რექტორია, იმ მიზეზით, რომ მას არ ყოფნის ფართები. რა თქმა უნდა, ეს იყო ბატონი ხუროძისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, ირონულადაც როგორც პედაგოგისთვის ძალიან დიდი ძიმე დარტყმა, იგი მიხვდა, რომ უნივერსიტეტისთვის კიდევ მეტი დარტყმები იქნებოდა და პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა იგი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე დარტყმები მიდიოდა ახალგაზრდებზე და ახალგაზრდული ორგანიზაციის მაშინ უნივერსიტეტებში არსებობს ახალგაზრდული დეპარტამენტები, ცენტრები, ასე ვთქვათ, მის ხელმძღვანელზე და მაშინდელ კაცრის მოვალეობის შესრულებაზე და ქალბატონ ირინაზე. ეს სამივე ადამიანი იქნენ უნივერსიტეტიდან განთავისუფლებულები. თვითონ გადადგენ, ასე ვთქვათ. რამოდენიმე თვის მერე უნივერსიტეტს ისევე აღუდგინეს ავტორიზაცია. უნივერსიტეტის რექტორი ხდება პროფესორი არჩილ მოწონელიძე,
ცნობილი ქართველი ინჟინერი, უდიდესი ქართველი მეცნიერის, ჩემი პირადი მასწავლებლის ნიკოლოზ პოწონელიძის ვაჟი, უდიდესი ჰიდროტექნიკოსის, ის მე მისი გაზრდილი ვარ, მისი მამის და იწყება პროცესი, როდესაც მე ამას ვერ შევადარებ ერთი მიზეზის გამო, რამე თუ არ ვთვლი, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე რამე ღირდეს, მაგრამ ვირგულიანის თემას თუ შევადარებთ იმ უბედურებას, როდესაც მთელი სახელმწიფო აპარატი ერთვება უნივერსიტეტიდან ამ ქონების გამოსაღებაში, ასე ვთქვათ. იქ ამ ცენტრის ბაზაზე ყალიბდება შეკოსო საქართველოს უნივერსიტეტი, კონტროლის პალატაც დადებით დასრულასდევს უკვე, როდესაც ხუროთზე გადადგა და საკანონმდებლო ორგანო მაშინდელი უმაღლესი განათლებისა კანონით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თქვენ უგეცად მოგეხსენებთ, არ შეიძლებოდა პრივატიზაცია სასწავლო კორპუსების, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების. ეს მუხლი იცვლება პარლამენტში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ფლობდა უდიდეს ქონებას საქართველოში და ისევე ამიერკავკასიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი, მას ყოველგვარი უნივერსიტეტის საბუთის გარეშე მიაქციათ მნიშვნელოვანესია ეს. იმიტომ რიგი საკითხების პრივატიზება ხდება დღესაც, უნივერსიტეტი ამაში იღებს თანხას, ან იღებს ახალ კორპუსს, როდესაც მაგალითად ასევე გადახოვას გავაკეთებ საქართველოს ტექნიკური მათემატიკის ინსტიტუტის შენობა ჩამოართვეს ძველი ხელისუფლების დროს, იმაზე უკეთესი შენობა გადმოგვცეს უკვე თამარ სანიკიძე იყო მინისტრი განათლების და დღეს მათემატიკის ინსტიტუტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინფრასტრუქტურა აქვს, რომელიც ჩვენი ინსტიტუტია და მინდა გითხრათ, რომ უდიდეს გრანტებს იგებს კიდევაც ჰორაიზონიდან დღესაც 2.700.000 ევრო მოიგო. და იქ მუშაობენ ძალიან ცნობილი მეცნიერები. მათი შენობაც ასევე იქნა ჩამორთმეული, სხვა თემია საკითხია. მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს დაუბრუნდა, ასე თქვა, დღევანდელი ხელისუფლების დროს. ამ დროს ეს ქონება გადის საქართველოს, მაშინ ინსტიტუტები არ იყო ჩვენი საკუთრება ამ პერიოდს, ვიზა ხეს შემდგომში მოხდა. როდესაც აკადემიასაც და ეს რომელი წელი არის, ბატონო? აკადემია ეს რაც ხდება დაიწყო 2006-დან, მაგრამ მე რაც თქვი, ის არის რაღაც 2010-11 წელიწადი, როდესაც წაიღეს მათემატიკის ინსტიტუტი საბურთალოზე და შემდეგ უკვე ხელისუფლების სრულების შემდეგ უნივერსიტეტმა რექტორმა ფრანგიშვილმა დააყენა საკითხი ინსტიტუტის დირექტორმა, უცნობილმა მეცნიერმა ასევე ბატონ ვახტანგ კვარაცხელიამ თელმა უნივერსიტეტმა იმუშავა ამ თემაზე და სოფლის მეურნეობის აკადემიის ყოფილი შენობა, რომელიც სარემონტო იყო, გადმოეცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე გამოიყო 7 მილიონი ლარი თუ არ ვცდებით, ეს არის დღეს აღჭურვილი უახლესი ინფრასტრუქტურით და ეს შენობა დღეს გვაქვს აღმაშენებული დილის გზატკეცილზე და შეგიძლიათ მომძალოთ, ასევე იქ არის განლაგებული ბითული ინჟინერიის ცენტრი, სადაც ახალგაზრდები მუშაობენ და ყოველდღიური შეღება აქვთ წერთან. ეს საკითხი სხვანაირად ესეც ისე მოგვარდა ამ ხელისუფლების ხელში მოგვარდა ისტორია არ მოგცემდა. რაც შეეხება ამ მთელ ქონებას, ეს ქონება ერთი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით გადის უნივერსიტეტს ჩამოერთვა და უბრუნდება უკან ეს ქონება, არავინ არ ეკითხება არც აკადემიურ საბჭოს, არც წარმომადგენლობის საბჭოს, არც რექტორს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოება და საერთოდ ვისაც აინტერესებს საკითხი და გვისმენს იცოდნენ, რომ აქამდე ამ პრივატიზაციის საკითხები და ქონების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არ ყოფილა. ამიტომ მიდიოდა ამ ახალგაზრდებისას და რექტორისას და მაშინდელი კაცრების სახელის შემღალვაც, რომ ვითომ უნივერსიტეტში რამე ხდებოდა. რამე რომ მოხდარიყო, მაშინდელი კონტროლის პალატაც დადებით დასრულს არ დაწერდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გაიტანეს და დაბრუნდა იმ ასე ვთქვათ, შენობა ნაგებობების გარეშე და ეს დაახლოებით ჩემო ძვირფასებო არის 22,000 კვადრატული მეტრი. ეს არის საბურთალოზე, აშენებული უკვე კომუნისტების და კომუნისტების შემდგომაც ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორია ეს, ვისაც მე მგონი ყველა მიცის და თუ ვინმე საინტერესო იქნება ის გადაღებულიც არის. ეს
სულ ახალი შენობა, რომელიც კომუნისტების ბოლოს თავდებოდა და მე დამოუკიდებელ საქართველოს პირობებში დამთავრდა. ასევე პოლიკლინიკის კორპუსი, მეხუთე კორპუსი, რომელიც 150 თანამშრომელი მუშაობდა, რომელიც რამოდენიმე დღეში არ მინდა ის ვიყავ, რომ გამოიყვანეს პოლიკლინიკიდან და დღეს აგერ უნივერსიტეტი ჩვენ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, უფრო პატარა, დღეს სარემონტო სამუშაოები მოხდა დაწყებული, რომ შესაფერისი პოლიკლინიკა ქონდეს ჩვენს პროფესორებსა და სტუდენტებს. და დაუბრუნდა ამ ქონების გარეშე. ბატონი არჩილ მოწმეიძე, ღირსეული პროფესორი და პედაგოგია, ჩემი აზრით ვიტყვი და არც ის მალავს და უნივერსიტეტის ცნობილია, რომ 2008 წელს ის თავისი ნებით კიდე 2 წელი ქონდა დარჩენილი, გადადგა დაკავული თანამდებობიდან. რამე თუ უკვე ხშირად ისმოდა საზოგადოებაში და მას უფრო კარგად ესმოდა ალბათ სამთავრობო სტრუქტურებში, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, რომ ძალიან გადაწყვეტილი იყო ამ უნივერსიტეტის გაუქმება და პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთება. რამე თუ მისი ტერიტორიები და ფართები, პირველი მისი ისტორიული კორპუსი მოიხსენებათ, მეორე კორპუსი, ადმინისტრაციული კორპუსი, ყველა ეს კორპუსებს რამხელა ჩვენთვის სხვა ფასი აქვს, ჩვენთვის ისტორიული სისხლცეული ფასი აქვს და სხვისთვის ალბათ ეკონომიური ფასი აქვს. და როგორც ჩანს, ეგრეც არის, ბატონი მოწმეიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რომ კიდევ უფრო არ წასულიყო სიღრმეებში და ალბათ ვერ უკლავდებოდა იგი ამ დროს ამხელა წნეხს. უნივერსიტეტის რექტორად იქნა არჩეული აკადემიკოსი ფრანგიშვილი, ჯერ მოვალეობის შესრულებელი იყო ეს დიდხანს, არც მისთვის არავის არაფერი არ უკითხავს. თუმცა ბატონი არჩილის უფრო ახალგაზრდული შემართებით, ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქოს და პირადად კათოლიკოს პატრიარქის დახმარებით აუცილებლად მაშინ სიტუაციაც უკვე ქუჩაში სხვანაირი იყო და ოპოზიციური ძალებიც უკვე მოძლავრებული იყვნენ. უკვე 9 წელს შეჩერდა ამაზე საუბარი უნივერსიტეტის თლიან, ასე ვთქვათ, პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთებაზე, რასაც მოყვებოდა საზოგადოებაში ძალიან დიდი ბლებათა აღელვა და ალბათ იმ წუთშივე დაასრულებდა მაშინ ხელისუფლებას 12 წლამდეც არ იქნებოდა საშუალება ხელისუფლებაში ყოფილიყო. რამე თუ მოგეხსენებათ ჩვენი ქართველებისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის რას ნიშნავს უნივერსიტეტი და მისი მშობლიური უნივერსიტეტი. და საერთოდ საუნივერსიტეტო საზოგადოება რა არის ჩვენი ქვეყნისათვის. მე ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებშიც ასეა, რამე თუ არ გვახსენდება არც ერთ დასავლურ ქვეყანაში და არც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომ ესე მოქცეოდნენ უნივერსიტეტს. თან ამხელა ტრადიციები მქონე უნივერსიტეტს. ესეთი ფაქტი ჩვენთვის მე დავავალე ჩვენს თანამშრომლებს, საერთაშორისო პროფესორებს, ასევე სამსახურებს, რომ თუსმე სადმე მოხვედრილი იყო და არც აზიაში, არც ამერიკაში, არც ევროპაში, რომ ესე მოქცეოდნენ უნივერსიტეტს, ესეთი ფაქტი არ არსებობს. ყველაფრის ამის შემდეგ დაბრუნდა უნივერსიტეტის ჩამორთმეული შენობა ნაგებობები და ერთი მომენტი, რასაც ალბათ შემდგომში ახალგაზრდობის ყოფილი ლიდერი საუბრებს, იყო ბატონი აპილოგოვი, ჩვენ ცნობილი ხელმურთელი მოეხმარა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტმა აიღო კრედიტი, აღნაგობის უფლებით იყო ცალკე ჩამოყალიბებულად სტადიონი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა, სხვათა შორის. და ამ სტადიონის აღება იყო რთული, იმიტომ რომ ის აღარ შედიოდა ნუსხაში და უკვე უნივერსიტეტს აღებული ჰქონდა კრედიტი, ის იყო გაკეთებული, ასევე ინვესტიცია იყო ჩადებული, როგორც ჩემთვის ცნობილია. მის გახსნას ესწრებოდა ბატონი სააკაშვილი და ოკერია, როგორც ასევე ჩემთვის ცნობილია და მათ რო ძალიან მოეწონათ, უკვე წავიდა წნეხი ამ სტადიონის იმ პირებზე, ვინც ამ სტადიონზე მოღვაწეობდნენ და მუშაობდნენ და ეს სტადიონიც იქნა, რა თქმა უნდა, ჩამორთმეული. ამ სტადიონზე 2013 ბატონი დავით დარბანია იყო მერი, როდესაც შემოიტანა საქართველოს უნივერსიტეტმა შეიტანა მერიაში წინადადება, ეს არის ჩვენ გვაქვს ევროპაში არ არსებული შახტი ლაბორატორია სამთველების ჩვენს ტერიტორიაზე
და ვფიქრობ, რომ სოფლის 2-3 აქვს რომელიმე უნივერსიტეტს. ეს არის ჩვენ მის წაღებაც უნდა და რაღაცნაირად გადარჩა. ამ შახტის ლაბორატორიის თავზე სტადიონი. რისი ლაბორატორია? შახტა. სამთო გეოლოგების არის, დღესაც მოქმედია, ჩვენი ბავშვები ჩადიან და იქ არის ამ შახტში არის ლაბორატორიებიც იქ არის და აუდიტორი. თვითონაც კლient ლაბორატორია და სასწავლო აუდიტორიებიც აქვს. მის თავზე იყო 9 სართულიანი ნაგებობის აშენება, როგორც არის სასწავლო, ასე და ბატონო ნარმანიამ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ შედგენილი კომისიით ამის ნებართვა არ მიცა. ჩვენ ასე რატო ვიძახი, რომ ჩვენ უნივერსიტეტი ყოველთვის ბრძოლობდა იმისათვის, რომ რაღაც შეგვენარჩუნებინა და ეს რო აშენებულიყო, საერთოდ უკვე სხვანაირად წავიდოდა ჩვენი უნივერსიტეტიდან წაღებული ქონების საკითხი. ეს შევინარჩუნეთ. ეს სტადიონი უკვე იბათ წაართვეს, ვიზეც იყო რაღაც არენდებით გაცემული და ის ადამიანები ზოგი დააკავეს, ზოგი მოელაპარაკენ, ის თანხაც უნივერსიტეტმა გაისტუმრა, სტადიონიდან შემოსული თანხებით, ეს ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მაშინ ვერც სამხედროებდი. და დამთავრდა ამით უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, ქონების პრივატიზება, რომლიდანაც არც ერთი თეთრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არ მიუღია. ასევე ჩვენთვის უცნობია და ძალიან გთხოვთ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის თუ არის შესული რამოდენიმე თანხა, რამოდენიმე თეთრი მაინც, რამე თუ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტი, რომელთაც 2008 წლის ივნისში ეს დოკუმენტი თანამ აქვს, რომელსაც ხელს აწერს მინისტრი ქალბატონი ეკატერინე შარაშიძე, რომ ივნისის თვეში ჩატარებულ საპრივატიზაციო აუქციონში გამარჯვებულ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რა თანხაზეა საუბარი ჩვენც უცნობია, გადაუვადეს საპრივატიზაციო ქონების თბილისში კოსტავას ქუჩაზე აბადამ შენებარ ესა და ეს მიწის ნაკვეთისა და მასზე აშენებულ ღირებულის გადახდის გრაფიკი დადგენილი პირველი ვადა და დაუდგინდეს საპრივატიზაციო თანხის 50%-ის გადახდა 2008 წლის 30 დეკემბრამდე. ის თანხაც არ იყო გადახდილი და ეს ამ თანხაზეც გაცემულია, რომ ეს თანხაც უნდა გადახდილიყო შემდეგ. ის შემდეგ გადაიხადეს თუ არ გადაიხადეს უნივერსიტეტის ეს ცნობილი არ არის. ამ თანხის გადახდა, თუმცა როგორც წესი უნივერსიტეტში რამე მაინც უნდა შემოსული. არც ერთი კაპიტალი უნივერსიტეტში არ არის შემოსული. ეს არის იმ დროს გაკეთებული ბრძანება. ბატონო დავით, ბოდიში რომ გერევით. ყველა ეს ქონება, რაზეც თქვენ საუბრობთ, საბოლოოდ მოხდა სააკაშვილის დედის გიული ალასანიას და მისი მეგობრების ხელში, რომლებმაც დააფუძნეს საქართველოს უნივერსიტეტი, თქვენი უნივერსიტეტის ქონების ბაზაზე და დღემდე ფლობს საქართველოს უნივერსიტეტი ამ ქონებას, სწორად ხვდებით. რა თქმა უნდა. გასაგებია, თქვენ თუ გქონიათ ქალბატონ გიულისთან პირადად თქვენ რექტორობის პირობებში რაიმე ტიპის დიალოგი, რომ ეს ჩვენი ქონებაა და დაბრუნება თუ მოგითხოვიათ? არა, მე არ ვქონია არავითარ დიალოგს ქალბატონ გიულისთან, რომელსაც აზრიც არ აქვს ჩვენ დიალოგს. ერთ-ერთი ჩვენი პროფესორების გამოსვლისას, რომელიღაც გაზეთში ზუსტად არ მახსოვს, ერთ-ერთი ჟურნალისტის ინტერვიუსაც ეხლა რამოდენიმე წლის წინ აქ მოყვანილია ჩვენ განცხადებაში ძალიან ბევრი მასალა, თუ რაც იძახის ქალბატონი გიული, რაც იძახის ბატონი კოკა თოფურია, დღევანდელი რექტორი ვინც არის, ეს ქალბატონი მანას ვაჟია საანჯელოში მაშინ უნივერსიტეტის ბუღალტერი იყო. ცოტა წარმოუდგენელი რამე თქვა ქალბატონმა გიულიმ, რომ იმიტომ წაიღო ეს ქონება აგვისტოში 2008 წლის, რომ პუტინს არ წაიღო. თვითონ დაისაკუთრა, რომ პუტინისგან დაიცვა. და ჩვენთვის ეს უბრალოდ ღიმლის მომგვრელია და ჩემთანაც არ ვაკადრებ ამას საუბარს ეხლა. ესე იგი, რომ შევაჯამოთ თუ თქვენი ნებართვით ამ ეტაპზე. ერთი მომენტია, კიდე ასეთივე მომენტია, რაც ეხება შავი ზღვის უნივერსიტეტს და არ ეხება ჩვენ უნივერსიტეტს, მაგრამ არის საუნივერსიტეტო საზოგადოების შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ქალბატონი გიულის საკუთრება იყო. 2007 წლის 22 მარტს ბატონი სააკაშვილი აწერს ხელს, რომ
გაევალება ბატონო გულავას, რომ ეს შენობა 101.222 კვადრატული მეტრის ნაკვეთი გადაეცეს პირდაპირ განკარგვის წესით საკუთრებაში შავი ზღვის უნივერსიტეტს. ესეთივე მომენტი, ახლა მას სხვა ფლობელები ყავდა ეს ჩემთვის ეს არის, მაგრამ უბრალოდ ეს ჩემა თანამშრომლებს თხოვეს, რომ თქვენთვის მომეხსენები და რამე თუ იგივე შეხება. იგივე სქემაა, კი ბატონო. ესე იგი, ამ ეტაპზე რო შევაჯამოთ, სანამ კითხვებზე გადავავთ. 2006 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი გიული ალასანია იმავდროულად მაშინდელი პრეზიდენტის დედა იჩენს ინიციატივას ბატონი ხუროძის რექტორის წინაშე, რომ 12 სალექციო, ასე ვთქვათ, დარბაზი, აუდიტორია იქნეს გამოყოფილი იმისთვის, რომ მისი ხელმძღვანელობით, ქალბატონი გიulis ხელმძღვანელობით იქ დაფუძნდეს ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ამას მიესალმა უნივერსიტეტი და ეს გაკეთდა. ამის შემდეგ იწყება პროცედურა, როდესაც სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს ეტაპობრივად ართმევს მის კუთვნილ ქონებას და სხვადასხვა გზით, თქვენ პრივატიზება ახსენეთ, ეს სავარაუდოდ აუქციონი იქნებოდა, გადადის პრეზიდენტის დედის ხელში, ისე რომ უნივერსიტეტს არაფერს ეკითხებიან. ასევე თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ ის თანხა, რომელიც თითქოს და ქალბატონ გიulis უნდა გადაეხადა, არ გადაიხადა, ეს დასტურდება თავიდან, ვინაიდან მინისტრმა შარაშენიძემ ის გადაუვადა და ჩვენ უნდა გავერკვეთ საბოლოოდ გადაიხადეს თუ არა ეს თანხა. ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტს არც ერთი თეთრი აქედან არ მოხმარებია. მე მეცაც ვიტყვი, არ მოხმარებია კი არა, ვერ მოხმარდებოდა, იმიტომ რომ ქონება წაართვეს და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სააკაშვილი იქიდან მიღებულ თანხას მსხვერპლს არ მოახმარდა ხოლმე. ეს არის ფაბულა საქმის, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მოკლედ. აუქციონი იყო გამოცხადებული, ამას ადასტურებთ. კარგი არის მინისტრის ბრძანება. კი ბატონო, ვინ მონაწილეობდა ამ აუქციონში? არ მონაწილეობდა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და ესევე ჩვენს განცხადებაში ახსნილი, ამას აღიარებენ თვითონ საქართველოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, ეს აუქციონი იყო მორგებული. მათთვის იყო, მხოლოდ თვითონ მონაწილეობდნენ? გასაგებია. კარგი. შეკითხვები თუ არის, ბატონი ილია. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა მობრძანებისთვის. ჩემთვის ემოციურადაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეხლა თქვენ ახსენეთ სტადიონის კორპუსები, მაგ სამხედროს ისინი ქონდა გავიარეთ და სამხედრო კათედრაც ფოთაშორის ამ ნუსხაშია წაღებული. ხო, ის კორპუსი ხო? ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი და ამის მოსმენა, მაგრამ იმდენად აშკარაა ეს დანაშაული და იმდენად რა ვიცი აშკარად წაიღეს, წართმეულია ეს ქონება, რომ ამაზე მსჯელობა დღეს ვფიქრობ ძალიან დროულიც არის და შეიძლება დაგვიანებულიც ცოტათი. როდესაც ქალბატონმა ალასანიამ მიმართა ახალ რექტორს, რომ გადმოეცათ მისთვის ეს 12 სალექციო ოთახი. მას პირადად გადასცეს ეს თუ რამე კომპანია ქონდა და არენდით აიღო, ან რამე ხელშეკრულება გაფორმდა, ან ამითი უნივერსიტეტს რამე შემოსავალი ექნებოდა, ან ინტერესი რა იყო უნივერსიტეტის. ეს არის შეკითხვა? ეს არის შეკითხვა და თუ იყო უნივერსიტეტის რაღაც ინტერესი, დადგა თუ არა ეს საკითხი კოლეგიის გარჩევის თემად. მოგახსენეთ ბატონელია, ძალიან დიდი მადლობა. ამას ჩვენ დღესაც ყოველდღიურად რექტორის საქმიანობა ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი
პროგრამა ჩამოყალიბდეს, ამ პროგრამისთვის გამოიყოს სალექციო ოთახები, სხვადასხვა დრო, სხვადასხვა საათში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, უნივერსიტეტმა არავითარი ამაში თანხა არ აუღია და ვერც აიღებდა, ეს არაფერი მასში ჩამოყალიბებული არ იყო. სამაგისტრო პროგრამის მომზადების მიზნით უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბა ცენტრი, ამას ყოველდღე ვაკეთებთ ჩვენ ახალ-ახალი ჩვენ 200-მდე პროგრამა მოყვა ახლა უნივერსიტეტში. მაშინაც ეს იწყებოდა, მაშინ ის პერიოდია, როდესაც ბოლონიის პროცესს მივერთით, როდესაც ეს ახალი რა სტატუსი ჰქონდა ქალბატონმა? პროფესორი იყო საქართველოს ისტორიის კათედრის. და ის მიდის რექტორთან, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემთანაც რომ მოდიან და მე ჩავთვლი ხოლმე, რომ ეს პროგრამა საჭიროა და შემდეგ ამას ჩემ კოლეგებთან გავიც, ძალიან მარტივად ვაკეთებ. ზოგი პროგრამა ძლიერდება, ზოგი პროგრამას რაღაცა პერიოდის მერე ჩვენ ვუყურებთ და შეიძლება ან მოდიფიცირება მოხდეს მისი, ან ავტორიზებულში ან არ გავიტანოთ აკრედიტაციას. ჩვეულებრივი საუნივერსიტეტო პროცესია, რომელიც ყოველდღიურ პროცესს წარმოადგენს. გასაგები. ამ ყველაფრის მერე 2012 წლის მერე გქონიათ თუ არა ამ საქმის ან მიგიმართავთ თუ არა პროკურატურაში გამოსაძიებლად ან ყოფილა თუ არა ესეთი? არა, ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურაში, რამე თუ ჩვენ ვისაც არ ვესაუბრებოდი და მე დღესაც დიდი პატივისცემით მოგმართავთ თხოვნით, იმიტომ რომ ვისაც არ ვესაუბრე იურისტებს, იძახიან რომ ეს ყველაფერი ისე დონეზეა, ისეა რომ მთელი სახელმწიფო აპარატია ამაში ჩართული, იყო ჩართული ამაში, ამიტომ თუ რამე საკითხის გადაწყვეტა უნდოდათ, წვითავდნენ ჯერ არგებდნენ ყანონს, ან დადგენილებას შემდგომში აკეთებდნენ ამას. ამიტომ ჩვენი პროფესურის და პირადად ჩემი, რა თქმა უნდა, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელის თხოვნა, რომ გთხოვოთ, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე, იმიტომ რომ და დაევალოს უკვე შემდეგ პროკურატურას და სასამართლოს, რომ ნახონ თუ რა რის გამო მოხდა, რატომ მოხდა პრეზიდენტ ეს არ ვიცი, ჩემთვის ეს არის უგასწრაფად წარმოუდგენელი. რატომ დავით? პოლიტიკური კორუფცია უმაღლესი დონის ეს აქ დღეს რა მდგომარეობაა იქ და დღეს რა სიტუაციაა, რომ არაფერი დღეს ჩვენ თანავს ცხოვრობთ, ასე ვთქვათ, ერთ ტერიტორიაზე, მათ თავის საკუთრება აქვთ, იმათ ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვს. მაგრამ ის მუშაობს და მუშაობს, მას ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვს. უდიდესი შემოსავალი მიიღო მან, რამე თუ მასთან გადასახადი სხვა უცხოელი სტუდენტებისაც სხვა, ბევრი უცხოელი სტუდენტი ყავს, რომელიც ჩვენი ტერიტორიით სარგებლობენ და იქ სხვა ცხოვრება, ვიდრე ჩვენ და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ქვეყნის საჭირო საკითხებს, იქ ის პროგრამებია, რომელიც პროგრამებიც მაგალითად ბიზნეს ჭირდება, ასე ვთქვათ. ჩვენ მეტალურგიც ჭირდება, ქიმიკოსიც ჭირდება, ჰიდროინჟინერი ჭირდება, მათ მხოლოდ ის პროგრამებია. ეს არის ყველაფერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებაზე, მის ბაზაზე შექმნილი, რომელშიც შემდეგში როგორც ჩვენ ცნობილია, მათ რაღაც კრედიტები აიღეს, რომელთაც ის კორპუსები ასე ვთქვათ, სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ რომ დადგეს საკითხი, ჩვენ ესეც გავლილი გვაქვს ეკონომისტები, ერთ-ერთი ძლიერი ეკონომისტები ყავშო სოფლიოში. მათ 100-ჯერ მეტი აქვს დამოღებული იმ ჩადებული თანხებისა, ის როგორ გადაიხადეს ჩვენ საქმე არ არის. იმ ქონებას რაც წაიღეს, დაემატა მეკონება თუ ისევ იმ მდგომარეობა? არა, იმ ქონება ძალიან დიდი ქონება, რომ ეს ქვეყნის მასშტაბით დაემატა. რამე ახალი შენობა თუ აშენდა? არა, იმ წუთში არა, იქ გარემონტ და გაკეთდა იმ როგორც მარტო გარემონტი. არა. რაც მე მოგახსენებთ, იქიდან შემოსული ქონებებით ბევრი დაემატა საქართველოში მათ ქონებას. ხო, შესაბამისად, ბატონო დავით, თქვენ იმას ამბობთ, ბოდიში ბატონო ილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი. ამას ამბობთ? არა, არ ვამბობ, ესეა. ესეა ეს შეუირაღებელი თვალით ჩანს. ეს ყველა თელმა საზოგადოებამ. თქვენ კი არ ამბობთ და ბრძანებთ ამას, ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ფაქტია, დადასტურებული ფაქტია, მას არ უნდა სასამართლო ჭირდება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჭირდება. დოკუმენტებში ჩახედვა. ეს ყველა დოკუმენტში გავდოთი. აქ სხვა არავინ არ არის. არა, იცით რატო ვკითხულობ, რომ ეს ქალბატონი გამოდის და ამბობს, რომ უქონელია, უპოვარია ლამის და ბებიამ დაუტოვა და ძალიან თავს ისაწყლებს და გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ პარტში მან მოიწყო თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი. პლუს კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ
ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შეძლებოდა. უფრო მეტიც ჩამოიშორეს რექტორი ხუროძე, ჩამოიშორეს რექტორი მოწონელიძე. ასევე მე მახსოვს საზოგადოებაში იყო დიდი უკმაყოფილება, ბევრი სტატია იბეჭდებოდა მაშინ და არაერთი ჟურნალისტი შესაშური სიმამაცით აშუქებდა ამ უბედურებას, რაც ტრიალებდა უნივერსიტეტის თავზე. ამას ისე არ ჩაუვლია მაშინაც კი ამ ამბავს უხმაუროთ. ბოდის გიხდით ბატონო ილია გააგრძელეთ. და ესე იგი 2006 წელს ჩამორთმეული ქონება გადაეცა პრეზიდენტის დედას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თითქმის დაკავებული იყო ქონებების ჩამორთმევით, სხვადასხვა ადამიანების და წამების გზით ჩამორთმევით, პარალელურად დედამის გადასცა ამხელა სახელმწიფო ქონება, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს მას დაუტოვა თავისმა ბებიამ თუ ბაბუამ და დღემდე აგრძელებს ამ ქონების ექსპლუატაციას, მოგებას, მიღებას, შემოსავლის მიღებას. კი ბატონო. ეს არის ის რეალობა, რომელიც რეალობაც ჩემი გადმოსახედიდან ჩემ თვალწინ მოხდა და ყველა ის სტუდენტი, ვისაც გვაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან, ძალიან დიდი ის წლები, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ, ყველამ ვიცით ეს რა იყო, მან რა იყო, როგორ რა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და დღევანდელი რეალობა როგორია. მადლობა ეს მინდა რომ იცოდნენ იმ დღევანდელმა სტუდენტებმაც, რომლებსაც არ მოუწიათ, რომლებისთვისაც არ იყო ის, რომ წაართვეს მათ ის ადგილი, სადაც ყოველდღე დადიოდნენ და მიიღებდნენ განათლებას. მადლობა. მადლობა თქვენ. მე გინდა ქალტონთია გითხრათ რომ გამოძიებისათვის მაშინ ეს ახალგაზრდული ფრთა მაშინაც და ეხლაც საერთოდ ძლიერი იყო. რამოდენიმე ახალგაზრდაც იყო დაჭერილი ამისათვის რომ მათ აღარ მიეღოთ მონაწილეობა აი გამოსვლებში, საუბრებში და აკრძალული ჰქონდათ ამაზე თვითონ იტყვიან ალბათ. აკრძალული ჰქონდათ საერთოდ უნივერსიტეტთან გაკარება, ასევე ეს გამოძიებებს აწარმოებდნენ რამოდენიმე ჟურნალისტი და განათლების ლიგის ხელმძღვანელი ქალბატონი მაანა ნიკოლაიშვილი, ეს დოკუმენტებშია ყველაფერი, ასევე ქალბატონი ნელი იქ არის საბუთებში, ბატონი ჯონდის აქვს ძალიან ბევრი საბუთები და ყველას გვახსოვს ბატონი ჯონდის გამოსვლა, როდესაც მას პარლამენტის ტრიბუნაზე შეპირდნენ ქვემოთ გასეირნებას, ასე ვთქვათ, ტყვის სანაპიროზე, ეს ბევრი დოკუმენტები ამის არსებობს და როდესაც თქვენ დაავალებთ უკვე აპარატს, ჩვენ ყველანაირად ვიმუშავებთ, ყველანი ერთად და იზრდება ერთ თხოვნა გვაქვს, ეს არა მარტო ჩემი თხოვნაა, ეს მე ვახმოვანებ და ჩემი აზრია ეს სხვათა შორის და ან ჩემას არ გაურბივარ და ამაზე სრულ პასუხებლობას ვიღებ პირადად მე როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ეს საქმე გამოსაძიებელია და დასაბრუნებელია და მე ვთვლი რომ ეს ჩვენი თაობის ვალიც არის. ითო მართლა წარმოვიდგინე, არავის არ წარმოუდგენია ესეთ რამის გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან. ის არ წარმოგვედგინა პრეზიდენტის ქვაფრობის მოქალაქე რო გახდებოდა, რა სიზობა, რაც შეგვიძლია ის ხომ დავაბრუნოთ. რომ გამოძახებული იყოს მაშინდელი საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები, ხელმძღვანელები და გაცენ საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო საქართველოს მოსახლეობას პასუხი. და თქვენ ქალბატონ გიული რა თქმა უნდა ქალბატონ გიული მისი რექტორი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თუ იციან რომ წართმეული ქონების უნივერსიტეტში სწავლობენ. ერთ ფაქტს მოგიყვებით ახლა ჩემთან რა თქმა უნდა ამ თემასთან ეს არ არის მარტივი თემა ასე ჩვენ ახლა ვზო ძალიან ბევრი ადამიანი შემოდიოდა და ნუ რას აპირებთ რატო აპირებთ რა თქმა უნდა არის მოპირისპირება მხარე. ნუ ჩვენი განაცხადება უყევი იყო და დღეს ვართ იქ სადაც ვართ თქვენი ხელმძღვანელობით და ჩვენი პატივისცემით. ბევრმა სტუდენტმა ეს იცის, მაგრამ ერთ-ერთი კიდე მოტივი ძირითადი რომ ეს დაგვეჩქარებინა და ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლებას რომ ეს საპარლამენტო კომისია შეიქმნა. რომ არ ყოფილიყო ეს კომისია, ეს საკითხი ფაქტობრივად გადაუწყვეტელი იქნებოდა. ეს არის ჩემი აზრით და პროფესორის აზრით, მეცნიერებისას და მკვლევარების აზრით, რომ გაუჭირდებოდა პროკურატურასაც და სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობა. ერთ-ერთი ბავშვი, როდესაც ეს ცნობილი მოვლენები იყო ნოემბრის და ჩვენთან ბევრი სტუდენტები მოდიოდნენ, მიდიოდნენ ეზოში, ზოგი ისე. ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, რომ კითხე შვილი, იცი მეთქი შენ რომ
ეხლა ნაციონალური მოძრაობის სახელით რო გამოდიხარ, აი უნივერსიტეტს წაგიყვა და დაგანახებ მეთქი, რომ ნახევარი არ ვიციო. ალბათ საჭირო დღეს გვიყურონ, ჩაიწერონ და ნახონ და გაიგონ ახალგაზრდებმაც. თუ რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ არის და რა ქონებაზე ასაუბარი. ასე მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ხშირად სტუმრობდნენ ადრე ელჩები, ეხლაც სტუმრობენ სხვადასხვა ელჩები, ჩვენ ესე ვამშვიდობებით ხოლმე მათ. როდესაც ვაცილებთ, ყოველთვის გადავახედებთ ხოლმე მეორე მხარეს იმ დიდ შენობებსა და სტადიონებზე, რომელიც უნივერსიტეტს წაართვა ჩვენმა წყალების სასიხადულო პრეზიდენტმა ვიოვედის პაციენტმა. და მისა დედამის. რა თქმა უნდა. კარგი, ბატონი სოზარი, ბატონი თენგიზი. დიდი მადლობა ბატონო დავით, მართლა